საღამო მშვიდობისა, ლოტო 642 რუსთავიორის ეთერში სტარტს იღებს და განსაკუთრებით მოგესალმებით მათ, ვინც ხართ ლოტოს ერთგული მოთამაშეები და ახლა ტელეეკრანთან სხედხართ ბილეთებით ხელში იმისათვის, რომ გაარკვიოთ იღბლიანი რიცხვების ოდენობა და უნდა გითხრათ ისიც, რომ ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით 847 ტირაჟის ფარგლებში და ჩემს ხელ მარჯვნივ ხედავთ მსხვილ ძალიან შთამბეჭდავ თანხას, ხომ? დღევანდელი მონაცემებით ჩვენი ჯეკპოტი შეადგენს 767,025 ლარს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, ჩვენ რიგით მეორე კატეგორიაში ასევე ვათამაშებთ ძალიან შთამბეჭდავ თანხას, რომელიც 391,000 ლარს უკვე გაცდა და დროა გავარკვიოთ, ხომ? თუ დღეს ვის გაუმართლებს, ამიტომ მე უნდა გადავინაცვლო ჯადოსნური ღილაკისკენ, იმისათვის რომ გაწითლდეს ეს ღილაკი 3, 2 და 1. მე წარმატებას გისურვებთ ყველას და მოდით ვნახოთ თუ რომელი რიცხვი მოგორდება ჩვენამდე. ახლა ველოდებით რიგით პირველ იღბლიან რიცხვს, რომელიც გახლავთ მწვანე ბურთი 21 ნომრით. ვნახოთ თუ ვის გაუმართლებს და რომელი რიცხვი მოგორდება ახლა ჩვენამდე. ეს არის 10 ნომერი, წითელი ბურთი. ველოდებით მესამე იღბლიან რიცხვსაც, რომელიც გახლავთ ასევე მწვანე ბურთი 7 ნომრით. ვნახოთ მეოთხე იღბლიანი რიცხვიც რა იქნება. და ეს არის 32 ნომერი, ამ ეტაპისთვის მწვანე ბურთები ჭარბობს. ვნახოთ რა იქნება შემდეგი. მეხუთე ბურთი კი გახლავთ 38 ნომერი. ვნახოთ ახლა მეექვსე რიცხვიც, ამასობაში თქვენ გადაამოწმეთ თქვენს ბილეთებზე. ეს კი გახლავთ 24 ნომერი. და შემდეგი რა იქნება? 27. თუ თქვენს ბილეთებზე აღმოჩნდა სწორედ ეს რიცხვები, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან შთამბეჭდავი თანხა უკვე თქვენია და მოდით გადავიმეოროთ, ხომ? 21, 10, 7, 32, 38, 24 და 27 ნომერი არის დღევანდელი იღბლიანი რიცხვები. იქამდე კი სანამ გამოვავლენთ თუ ვის გაუმართლა დღეს, უნდა გითხრათ, რომ მიაკითხოთ ლოტოს ჯიხურებს იმისათვის, რომ თქვენც აღმოჩნდეთ ერთ-ერთი მოგებული. ასევე ლოტოს ბილეთების შეძენა შესაძლებელია დიდ სავაჭრო მოლებში, სადაც განთავსებული არის სერვის ცენტრები და იქ დაგეხმარებიან თქვენთვის სასურველი ციფრების შემოხაზვაში და ასევე არ დაგავიწყდეთ მისამართი 3w-loto.gr. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ ჩაერთოთ ლოტოს გათამაშებაში და იგებს ის, ვინც თამაშობს, ხომ? და მოგება შეუძლია ყველას. ჩვენ კი ახლა ველოდებით იმ ბილეთების რაოდენობას და იმ კატეგორიებს, რომლებიც ესე ვთქვათ დღეს გაუმართლათ და ვნახოთ, ხომ? დღეს რომელთა ოჯახებში არის ხიარულება, ჯეკპოტი დღეს არ გათამაშდა, თუმცა მესამე კატეგორიაში ყავს გამარჯვებული. მოიგო ერთმა ადამიანმა, მოგება ბილეთზე კი შეადგენს 2715 ლარს. ასევე გათამაშდა მეოთხე კატეგორიაც, ისიც მოიგო ერთმა მოთამაშემ 1880 ლარი შეადგენს საპრიზო კატეგორიას. ყავს მეხუთე და მეექვსე კატეგორიაში გამარჯვებულებიც. მე გილოცავთ ყველას და აუცილებლად მოგიწოდებთ, რომ შეიძინოთ ლოტოს ბილეთები, იმიტომ რომ მოგება შეუძლია ყველას. მე კი აქვე უნდა დაგემშვიდობოთ და გეტყვით, რომ პარასკევს ლოტო 642 ისევ შეგხვდებათ რუსთავიორის ეთერში.